განწყობა დაიწყო გუშინ და მოყვა დღემდე. მოკლედ ყველაზე სახალხო მეგა შოუ ნიჭირის მე-11 სეზონი კულმინაციას მიუახლოვდა. 3 დაუვიწყარი ნახევარფინალი და კიდევ მეოთხე შემაჯამებელი სიურპრიზების აღსავსე გადაცემა უკვე ვიხილეთ რუსთავის პირდაპირ ეთერში. მაყურებელმა და ჟიურიმ თავიანთი ფავორიტები გამოავლინეს, ასევე ცნობილი გახდა პროექტის რჩეული მე-10 ფინალისტის ვინაობად. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფილარმონიის სცენაზე ლეგენდარული პროექტის ფარგლებში შთამბეჭდავი ეპიზოდები ვნახეთ, არაერთი მსოფლიო ჰიტი მოვისმინეთ, ასევე ვიხილეთ ემოციური, ექსტრემალური, ფოლკლორული ნომრებიც და ვიდრე პირდაპირ ეთერში გრანდიოზულ ფინალს ვიხილავდეთ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ 10 ფინალისტის ვინაობას, უკვე 22 აპრილს მთავარი სტატუსის ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ან ადამიანების მოსაპოვებლად გააგრძელებენ ბრძოლას. პირველი მინდა შევახსენო, რომ პირველ ნახევარფინალში მაყურებლის რჩეული სვანეთიდან, კერძოდ კი ჭუბერიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლი ნენსკრა გახდა. მათ მრავალხმიანობამ და ტრადიციებისადმი ერთგულება მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ძალიან და სვანებს აქედან მოვიკითხავთ აქვე სვანების ხსენებაზე და ნენსკრას ხსენებაზე წარმატება უსურვოთ. მათ რა თქმა უნდა ჟიურის რჩეული პირველი ფინალისტი კი თვითნასწავლი მომღერალი ნინი ორკოშნელი იყო საოცარი ნიჭიერებით, სისადავით, ფრანგული მელოდიურობით, სცენაზე გამოჩენისთანავე მან თავი ყველა შეაყვარა და ამახსოვრა და წარმატება უნდა უსურვოთ აუცილებლად იმის. კი, რაღაცა ჯერა რომ ნინისთვის იქნება ძალიან გარდამტეხი ეს პროექტი. კი, უკვე ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, ძალიან საინტერესო. ვფიქრობ ნიჭიერი არის ნინის პროექტი. ბევრი მახასიათებლის გამო. აი ყველაფრით. კი, ასევე გამორჩეულად დაგვამახსოვრა თავი ანსამბლმა არგონავტებმაც მათ ტრადიციულისა და თანამედროვე ქორეოგრაფიული ელემენტების შერწყმით შთამბეჭდავი სანახაობა წარმოგვიდგინეს. სწორედ ამიტომ არგონავტებს საგზური დიდ ფინალამდე გადასცა ჟიური. და მეორე ნახევარფინალში მაყურებლის რჩეული ხელვაჩაურელი იასონ ქამაშიძე გახდა, რომელმაც შთამბეჭდავი ნომერი შემოგთავაზა, არც მეტი, არც ნაკლები, მან მატარებლის 7 ვაგონი გასწია, მეგობრებო, 7. ვფიქრობ, ფინალში რა უნდა გასწიოს, თქო მე არც ვიცი რა შეიძლება მოიფიქროს მან, მაგრამ ფაქტია რომ მის ძალას არ აქვს საზღვარი არანაირი, რაღაცა საოცარი. მთელი სადგური ხომ არ უნდა გასწიოს ამჯერად. ვიცი, რას მოამზადებს ფინალისტის. ჟიურიმ საგზური ფინალისტვის პატარა გარეჯელებსაც გადასცა ემოციური ოვაციები, მათ კრიალა ხმამ და შესრულებამ დაიმსახურა და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. კიდევ ერთხელ მინდა დავსძინო აქვე. საგარეჯოც მოვიკითხოთ. ასევე ჟიურის მეორე რჩეული გახდა მიშკა კასრაძე, მან ცეცხლოვანი და ძალიან ექსტრემალური წარმოდგენით მოახერხა ლეგენდარული პროექტის ფინალში მოხვედრა და მიშკას გამბედაობას მართლაც ვაფასებთ თითოეული ჩვენგანი. ძალიან ბევრ რამეს დებს ხოლმე სასწორზე ეს ადამიანი და ძალიან რისკავს. ნუ ასე იცის ექსტრემალურმა, ასე ითხოვს ექსტრემალური სანახაობა. ასევე ვთქვათ ისიც, რომ მესამე ნახევარფინალის გამორჩეული სანახაობით და ემოციურობით იყო საინტერესო ხალხის დიდი მხარდაჭერა. ნია სტუდიო მოიპოვა, მათ შეძლეს მთელი დარბაზი აეცეკვებინათ და იყო და არიან ისინი მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობების ახალგაზრდები. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება ჟიურისთვის, ასე იყო არა თიკა? კი, ასე იყო ყოველ ჯერზე. თუმცა მათი რჩეული ნუცა საჩეჩელაშვილი გახდა, რომელმაც ბიტლზის სიმღერით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მსმენელი. ფოტოშოუზე გადაწყვეტილება არ იყო რთული. მინდა გითხრათ, აგიმხილო, რო არ იყო ეს რთული, თუმცა ვთქვათ მე-9 ფინალისტის ამბავიც ჟიურიმ ძლიერი ვოკალური მონაცემების მქონე მომღერალი მარიამ მოსაშვილი დაასახელა, რომელიც ყველას დაამახსოვრდა მისი უნიკალური ხმის ტემბრითა და დიაპაზონით. აქვე მე ვიტყვი, რომ მე არანაირი გავლენა არ მომიხსენია არავის, ეს მარიამმა თავად შეძლო. თიკას ოქროს ღილაკიანი ოქროს გოგო, აი ესე შეგვიძლია ვთქვათ. და ასევე შთამბეჭდავი იყო გუშინდელი ნიჭიერით, სადაც მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა ის ნომრები, რომლითაც პროექტის 9 მონაწილე ფინალში გადავიდა და განსაკუთრებით მოულოდნელი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მაყურებლისთვის მე-10 ფინალისტის დასახელება. პროექტის რჩეული მომღერალი ცოტნე ბარბაკაძე გახდა, ნამდვილად ძალიან გულისამაჩუყებელი იყო მისი ემოციები მაშინ, როდესაც ნიჭერის წამყვანმა ჩვენმა
თაკო ჩორგულაშვილმა ეს ამბავი ახარა და რა მაგარია რა შეხედა ემოციები. მოკლედ ერთი კვირა და ჩვენ უკვე გვეცოდინება აი ამ დიდებული სეზონის დასასრული როგორი იქნება. ისეთი 10 ფინალისტი გამოვლინდა, რომლისგანაც გაჭირდება ნამდვილად გადაწყვეტილების მიღება და თქვენ ხართ სწორედ სადარაჯოზე იმისა თუ ვინ გაიმარჯვეს, ასე რომ აბა თქვენ იცით, ჩვენ ესეთი ათეული შევკარით და ახლა უკვე თქვენ გამოვლენთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერს მე-11 სეზონის გამარჯვებულს. 22 აპრილს რუსთავიორის პირდაპირ ეთერში 22 საათზე გაირკვევა ვინ გახდება 2025 წლის ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი. ტელეფონები დაგჭირდებათ ხელში და თქვენი გულმხურვალე გულშემატკივრობა.